ახლა ვისაუბრებ სტუმართან ერთად სოფო ჯაფარიძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია ჩვენი გაცემის სტუმარი. საღამოშიდობისა. საღამოშიდობისა, მადლობა თქვენ მოწვევით. ჩვენი სიუჟეტი იყო იმ გეგმის, ასე ვთქვათ, იმ მონახაზის შესახებ, რასაც შეიძლება აპირებდეს 4 ოქტომბერს, ან რასაც შეიძლება გეგმავდეს რეჟიმი. თავად 4 ოქტომბერი როგორი დღე იქნება, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ და რამდენად რეალურად გესახებათ ის რა დოკუმენტიც გამოქვეყნდა დღეს. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა შესაძლებლობისთვის. 4 ოქტომბერი იქნება საქართველოს ქართული ხალხის გამარჯვების დღე. ეს არის გარდაუვალი, ქართული ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. ძალიან ბევრი მეკითხება, რომ აი ბევრი ხალხი იქნება, მოვა ხალხი, არათუ ბევრი და ძალიან ბევრი, იქნება ყველა. იქნება ყველა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენ დღეს არ გვართმევს მხოლოდ ევროპულ მომავალს. ვახ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მხოლოდ ამისთვის ვიბრძვით. ჩვენ ბიძინა ივანიშვილი გვართმევს ქართველობას, გვართმევს ქართულ სულს. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ დაგვაჯეროს, რომ ეს არის ნორმალური, როდესაც ქუჩაში კაცი ცემს ქალს. ეს არის ნორმალური, როდესაც ერთ ჭერქვეშ ქართველს აღარ შეუძლია ერთად ყოფნა. ოჯახები გაყო, სრულიად საზოგადოება გახლიჩა შუაზე. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი 4 ოქტომბერს დაინახავს ქართული გენის ძალას, დაინახავს ეროვნული ქართული სულის ძალას და დაინახავს რომ ქართველი ხალხი იქნება ერთ მუშტად შეკრული. თუნდაც აი ამ დოკუმენტით დღეს ახლა რაც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, ხედავთ ხომ როგორი მწირია ის რესურსი, რაზეც დღეს ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი დგას. ფაქტიურად არაფერზე ისინი აღარ დგანან. დგანან ერთეულ ადამიანებზე, რომლებიც მზად არიან, მაგრამ ეგეც სათუოა არიან თუ არა მზად, რომ ქართულ ხალხზე ხელი აწიონ, დაუპირისპირდნენ ქართულ ხალხს, იმიტომ რომ მე პირადად ამას აი სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ძალიან ბევრ მათგანთან მაქვს პირადი კომუნიკაცია და სრულიად კატეგორიული წინააღმდეგები არიან, ძალიან ბევრი ძალოვანი სტრუქტურის, ძალიან ბევრი წარმომადგენელი და თანამშრომელი, რომ დაუპირისპირდნენ და ხელი აწიონ ქართულ ხალხზე. და ზუსტად ეს არის ხო იმის ნათელი მაგალითი, რომ იმდენი ხანი ეძებეს პაატა ბურჭულაძის გეგმა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირის გეგმა, იმდენი ხანი ეძებეს, რომ საბოლოოდ თავიანთი გეგმა მოვიდა ჩვენამდე. და ვინ მოიტანა? მოიტანა ისევ და ისევ იმ ადამიანებმა, რომლებსაც დიახ არ უნდათ რომ ქართულ ხალხზე ხელი აწიონ და არ აწევენ, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას სურს და აი ამ რუსულ რეჟიმს სურს, რომ ეს ადამიანები ჩვენ წარმოვიდგინოთ ბუებად, წარმოვიდგინოთ მოღალატეებად, წარმოვიდგინოთ ადამიანებად, რომლებიც ქართულ ხალხზე აი ასე უპრაგონოდ ხელს აწევენ, უკანონო დავალებას შეასრულებენ. კი, ერთეულები არიან ასეთები, მაგრამ არა ყველა. არა, იქ ძალიან ბევრი უკიდურესად ღირსეული ადამიანია, რომელიც თქვენ თქვით რომ იმდეხანს ეძებდნენ პაატა ბურჭულაძის გეგმას, რომ მათი გეგმა მოვიდა ჩვენამდე, მაგრამ მაინც რა არის გეგმა? ეს საინტერესოა. როდესაც ამბობენ რომ 4-ში დაიწყება და 4-ში დამთავრდება, ეს გულისხმობს თუ არა რაიმე გეგმას, თუ მთავარი აქცენტი მაინც კეთდება ხალხის რაოდენობაზე. თუმცა ამ ხალხსაც აინტერესებს რა შეიძლება იყოს ამ რაოდენობიდან გამომდინარე გეგმაზე. მე ჩემი მხრიდან საუბარი ცხადია, არ იქნება სწორი და ზოგადად არა მხოლოდ ჩემი მხრიდან საუბარი, რანაირად შეიძლება ხო წინასწარ გეგმაზე ასე ღიად საუბარი, ეხა ეს ხო შეუძლებელია. ცხადია. რასაკვირველია, მაგრამ თავარი გეგმა არის ერთი. 100,000-ობით ქართველი, გულანთებული, თავისუფლებისთვის მებრძოლი და აი ასეთი პატრიოტი ადამიანი ქუჩაში, რომლებსაც ვეღარასოდეს ვერ მოერევა ბიძინა ივანიშვილი. მე ბევრჯერ მithქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ რეჟიმის მიზანი არის, რომ დააჩმოროს ქართველი ხალხი და მას გონია, რომ რადგან ვიღაც აი ბოტასების მძარცველი ფარცხალაძე შეუძლია დააჩმოროს, მას გონია, რომ ქართველი ხალხის დაჩმორება შესაძლებელი არის, მაგრამ გამორიცხული ისტორიულად ვერასოდეს ვერავინ ვერ დაამონა, ვერასოდეს ვერავინ ვერ გატეხა და ვერასოდეს ვერავინ ვერ მოერია გულანთებულ და საქართველოსთვის მებრძოლ ქართულ ხალხს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ბოდიში ვახო, რომ დიახ ანწუხელიძის საქართველოდან ვართ. ანწუხელიძის, რომელიც აი და ზუსტად აი ასეთი გმირების ქვეყნიდან ვართ, რომლებიც არასოდეს მტერს თავს არ დაუხრიან, არასოდეს არ დაუხრიან აი ამ მოღალატეებს თავს. 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მაინც პასუხისმგებლობა როგორ ნაწილდება. რუსთაველის გამზირი, ეს მოძრაობა, ბატონი პაატა ბურჭულაძე, ვინც სხვები ვინც არიან ამ მოძრაობაში,
ისინი არიან მთავარი პასუხისმგებლები და პოლიტიკური პარტიები, მათ შორის თქვენი პოლიტიკური პარტია რა წილს იღებს პასუხისმგებლობის ძალიან მარტივად შემიძლია თქვა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე გვაქვს ყველას, მეც, თქვენც და ყველას. ამ 4 ოქტომბრის და აი ამ ეროვნული კრების, ეროვნული დღის ფუძემდებელი და ორგანიზატორი კი არის პაატა ბურჭულაძე და რუსთაველის გამზირი, მაგრამ აქ პასუხისმგებლობა არის ყველაზე თითოეულ მოქალაქეზე, ვისაც ტკივა საქართველოს ბედი, ვისაც გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და ვისაც გვაღელვებს ჩვენი შვილების მომავალი. შესაბამისად, აი ამ გამარჯვების დღეს თითო აგური უნდა დადოს თითოეულმა მოქალაქემ და ყველამ არ უნდა დაუშვას არავინ. მე ბატონი პაატას სიტყვები ხშირად მომიშველიებია და ძალიან მომწონს ის, რომ არასოდეს არავის არ უნდა გაუჩნდეს სანანებელი, რომ აი ასეთ გამარჯვების დღეს არ იდგა რუსთაველზე. ვიდგებით ყველა, არა თუ ბევრი და ძალიან ბევრი, ვიდგებით ყველა უკლებლივ, ვისაც გვტკივა ჩვენი ქვეყნის ბედი. ვიდგებით ჩვენ ოჯახებთან ერთად, ვიდგებით ჩვენ შვილებთან ერთად და დიახ, ეს დღე უნდა იყოს საქართველოს გამარჯვების დღე. ეს დღე უნდა იყოს სეიმის დღე, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ ოლიგარქის ბორკილებისგან გავათავისუფლებთ ჩვენ ქვეყანას და გავათავისუფლებთ ჩვენ რეჟიმის პატიმრებს. ადამიანებს, რომლებიც დიახ, ყველაფრის ლიდერები არიან. აი ახლა ახსენე პოლიტიკური პარტია და მე არ შემიძლია ამაზე არ გაქცევ ახო პასუხი. აქ არ არსებობს დღეს ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკა. ფიზიკურად შეუძლებელია, ხო, რაიმე სახის პოლიტიკის კეთება. აქ აღარ არსებობენ პოლიტიკური ლიდერები. პოლიტიკური ლიდერები არიან აი ეს ადამიანები, ვინც 308 დღეა დგანან ქუჩაში და აი ასე იბრძვიან, უკომპრომისოდ იბრძვიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. არიან ჩვენი რეჟიმის ტყვეები და არიან მათი დედები, რომლებიც აი შეუძლებელს ახერხებენ და წარმოუდგენელს შვებიან. აი რეჟიმი როგორ ხვდება ახლა ამ ყველაფერს ამაზეც მინდა გკითხოთ, რამდენად ეშინია მას ამ დღის, ვიდრე პასუხს გამცემთ, წავიკითხავ პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო, იქ ლაპარაკია იმაზე, რომ 4 ადგილზე სურდათ 4 ლოკაცია და ყოფილიყო 4 სცენა, აი შევატყობინეთო ამბობს სახელმწიფოს, რომ საქართველოს მოსახლეობა ატარებს ეროვნულ კრებას და გვინდა 4 სცენა დაიდგას თავისუფლების მოედანზე, პარლამენტთან, ოპერასთან, რესპუბლიკის მოედანზე. ეს ჩვენ შევასრულეთ კანონიერათო, მაგრამ მივიღეთ პასუხი დღეს, ძალიან ბევრი ნუ შეიკრიბებითო და 1 სცენა დადგითო, ესე გამოთქვა ეს გადაწყვეტილება პაატა ბურჭულაძე. მხოლოდ ფორმალური ვალდებულება არის, რომ მერიას აცნობო, რომ ამა თუ იმ ადგილას აპირებს ქართველი ხალხი შეკრებას და სცენის დადგმას. ალბათ უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც მერიიდან უარი მოვიდა. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორი შეშინებულია ქართული ოცნება. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ თუ როგორ აი ეს უკვე დამარცხებული და ეს დამარცხება აუცილებლად გაფორმდება 4 სექტემბერს, დამარცხებული რეჟიმი როგორ ხავს ეჭიდება, იმიტომ რომ აღარ იციან რა გააკეთონ. ეს არის კიდევ ერთი უკანონო ბარიერი, რომელსაც ქართველი ერის ნების წინააღმდეგ რამდენადაც მივხვდი, მაინც მთავარი აქცენტი კეთდება რაოდენობაზე და თუ კი ბევრი ადამიანი იქნება, ივანიშვილი ვერ მოერევა ამ ბევრ ადამიანს. თუმცა ის ეცდება ალბათ, რომ ამ სიტუაციით ისარგებლოს და რაღაცნაირად თავისკენ შემოატრიალოს, საბოლოოდ დაამყაროს, ასე ვთქვათ, დიქტატურა თუ ტირანია, თუ რაც გვინდა დავარქვათ უკვე, იმიტომ რომ ყველანაირ ზღვარს გასცდა ეს მართლობა. ხედავთ თუ არა ამ რისკებს? ყველაფერი არის შეშინებული რეჟიმისგან და შეშინებული ოლიგარქისგან ცხადია მოსალოდნელი, მაგრამ თუ ვიქნებით ძალიან ბევრი, თუ ვიქნებით იმდენი, რამდენიც ჯერ არ ყოფილვართ, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება, აუცილებლად ის დაიხევს უკან. ჩვენ მრავალათასიანი მიტინგები გვახსოვს, რომელიც დამთავრდა ზოგი წარსულში, დამთავრდა ისე, რომ ხალხი შებრუნდა სახლში. ახლა გვაქვს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც 300 დღეზე მეტი ეს გრძელდება. ანუ ივანიშვილმა ვერ მიაღწია იმას, რომ ხალხი სახლში შესულიყო. მაგრამ 4 ოქტომბერი გამორჩეულია იმით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს ისევ და
უნდა შეიცვალოს რეჟიმი. ეს არის ანონსი. ვახო, როგორ როდის უნდა მე- მოხდეს ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაინც ტოვებს შეკითხვას. იმიტომ ჩვენ ყოფილვართ ბევრნი, მაგრამ რეჟიმი ჯერჯერობით არ არის შეცვლილი. ახლა რეჟიმი რა არის არასოდეს განსხვავება? ყოფილა ისეთი სუსტი, როგორიც არის დღეს. ეს შეუიარაღებელი თვალითაც კი ძალიან კარგად ჩანს. რეჟიმმა, რომელმაც საკუთარი შვილების ჭამა დაიწყო. ეს არის ზოგადად ყველა რეჟიმის ბოლო, როდესაც იწყებს რეჟიმი საკუთარი შვილების ჭამას, საკუთარი შვილების გაწირვას და სწორედ ამ ეტაპზეა დღეს ქართული ოცნება. რეჟიმი არასოდეს ესეთი სუსტი არ ყოფილა, დაერივნენ ერთმანეთს, ჭამენ ერთმანეთს, გადასული არის თავისი იმ ადამიანების დასჯაზე, რომლებმაც მოიყვანეს და დასვეს ბიძინა ივანიშვილი. იმ ადამიანებზე შურიზიებაზე არის გადასული, რომლებთან ერთადაც შეცვალა ხელისუფლება და რომელთან ერთადაც ის საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა. და სწორედ ეს არის თავარი იარაღი, რომ დიახ, რეჟიმი არის დღეს გამოშიგნული, ფაქტიურად საძირკველ გამოცლილი, არაფერზე აღარ დგას. დგას აი იმ მწირ რესურსზე, რასაც აი გუშინ გავრცელდა გედედეს გეგმა და ალბათ ყველამ ნახა. აი იმ მწირ რესურსზე დგას და შეუიარაღებელი თვალით ყველა ვხედავთ, ხომ? რა დგას ერთ ხარეს და რა დგას მეორე მე მხარეს. მივადევნეთ ვალყური თქვენს სხვა ეთერებსაც, სადაც ამბობთ ასეთ რამეს, აი ზუსტად აი ამ საკითხს ეხმიანება, რაზეც საუბრობდით, რომ ის ხალხი, ვინც ამ რეჟიმს ქმნიდა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ისინი მიიღებენ მონაწილეობას მის დემონტაჟში. ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც ჰქონდა ეს ინფორმაცია და პრაქტიკულად ყველაფერი დადასტურდა დროთა განმავლობაში, ახლა არის ციხეში და სრულად არის პრაქტიკულად იზოლირებული. ამან რა გავლენა მოახდინა პროცესზე, როგორ ფიქრობთ ლევანის დაპატიმრებამ და ვინ არის ეს ხალხი, ვინც ამ დემონტაჟში დაეხმარება ხალხს? პირველ რიგში ლევანი მოვიკითხოთ, ლევან სულ გუშინ მისცეს ტელევიზორის ქონის შესაძლებლობა, ამდენი ხანი მართლაც სრულ იზოლაციაში ყავდათ, ახლა სრულ იზოლაციაში არ აქვს პაემნის უფლება, არ აქვს ტელეფონის ზარის განხორციელების უფლება, არაფრის უფლება, წერილების გამოგზავნის უფლება, სრულ იზოლაციაშია, მაგრამ ვიცი რომ ტელევიზორი აქვს, მოვიკითხოთ ლევან. იყავი ძალიან მაგრად, იყავი მხნედ, იმიტომ რომ დაწყებულ უზომოდ ღირსეულ ბრძოლას აუცილებლად ჩვენ 5-4 დღეში უკვე მივიყვანთ გამარჯვებამდე და დიახ, რაც ლევანმა თქვა, ხედავთ ყოველდღიურად როგორ ხდება და კიდევ ბევრი რამე ხდება, რაც მას აქვს ნათქვამი. კი, ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო მეტად გააგრძელებს იქამდე სადამდე შეძლებს, მაგრამ 4 დღის შემდგომ ამას ვიღარ შეძლებს. და იმ ხალხზე ისევ დავაკონკრეტებ შეკითხვას, რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ისინი, რომლებიც ივანიშვილთან ერთად ქმნიდნენ ამ სისტემას, მისი განუყოფელი ნაწილი იყვნენ, მაგრამ ახლა ასე არ არის, რაღაცები შეიცვალა, რომ მიიღებენ მონაწილეობას ივანიშვილის წინააღმდეგ ამ პროცესში. ამა თუ იმ ფორმით, მე არ ვიცი რა ფორმით, მაგრამ ამას თქვენ ამბობთ, პოლიტიკოსები, რომ ეს ასე იქნება, რას უნდა ველოდოთ და რატომ გაქვთ ამის იმედი, რომ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ? ზოგადად ისტორიულად რეჟიმს ყოველთვის ამხობს თავისივე აი ბოროტების მანქანის შემქმნელი ადამიანები. სწორედ ასე იქნება ჩვენთანაც. ეს ინფორმაცია თუ თქვენი პოლიტიკური ვარაუდი? ეს ასე იქნება, არის ნაწილობრივ ინფორმაცია, ნაწილობრივ ცხადია ვარაუდიც და ის ისტორიული წარსული, რაც ძალიან ბევრჯერ გვინახავს მთელ მსოფლიოში. რეჟიმს დაამხობს და რეჟიმს დაშლის, ჩამოშლის სწორედ ის ხალხი, რომლებმაც თავადვე ააშენა ეს ბოროტების მანქანა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი და რეჟიმი მივა ყველასთან ვახო, გაუსწორდება ყველას, მას თავად აქვს ნათქვამი, რომ არის მხოლოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს მისი ქონება და მისი ფული და მას არ აინტერესებს არავინ დედამიწის ზურგზე. ამიტომ უნდა დავიჯეროთ, უნდა ვირწმუნოთ, უნდა ვიწამოთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვების დღე და მე გუშინაც ვთქვა, დღესაც მინდა ვთქვა, იცით ვის ჯერა ყველაზე მეტად ამის? აი ამ დღეს რომ აუცილებლად დადგება გამარჯვების დღე და იცით ვის უნდა ყველაზე მეტად რომ ბიძინა ივანიშვილი დასრულდეს 4 ოქტომბერს, ყველაზე მეტად უნდა მისივე გუნდის წევრებს.
იმიტომ რომ პატიმრობა ემუქრებათ და რეპრესიები იმიტომ რომ მათ ზუსტად ყველაზე იციან მეტად რომ ხო მიწუდება ყველას ყველაზე და ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი 4 ოქტომბერს კარგად დაათვალიერონ ვინ იდგება 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე რამდენი ადამიანი იდგება ისეთი ვინც დღესაც კი მათი გუნდის თუ ძალიან უნდა ამ მათ ხალხს გუნდში ირიცხებიან ამას ალბათ გარისკვა სჭირდება თუ ძალიან უნდა ვნახოთ მაგრამ ჩვენ ქვეყანას სჭირდება ჩვენი ქვეყნის გადარჩენა სჭირდება სწორედ მსგავსი გამბედაობები სწორედ მსგავსი ქმედებები და დიახ ქართველი ხალხი გმირულად მოვა 4 ოქტომბერს გმირულად იმოქმედებს და გმირებად გაიმარჯვებენ ძალიან დიდი მადლობა და ვუერთდები თქვენს მოკითხვას რადგან ლევანს აქვს უკვე ტელევიზორი ლევან ხაბეიშვილს მოვიკითხავთ აქედან და ხნეობას თითოეული რეჟიმის პატიმარი და მე მინდა მათ ვუთხრა რომ მეგობრებო მადლობა აი ამ პრინციპული ბრძოლისთვის და გპირდებით რომ აუცილებლად ამ ბრძოლას ყველაფერს გავაკეთებ მე როგორც ერთი მოქალაქე და არა როგორც რომელიმე პარტიის წევრი ან რომელიმე პარტიის ამომრჩეველი ვთქვათ ერთი მოქალაქე ვიდგები უკომპრომისოდ ვიბრძოლებ ბოლომდე და რაც თავარია ვიბრძოლებ გამარჯვებამდე და ჩვენ ძალიან მალე ვიდგებით ერთად და ვიზეიმებთ ერთად საქართველოს გამარჯვებას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის